აქვს თუ არა ადვოკატს უფლება საჯაროდ გააკრიტიკოს კანონი, დააორგანიზოს და მონაწილეობა მიიღოს პროტესტში, ან გააკრიტიკოს სასამართლო. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია მიმსჯელა და გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც დაადგინა, რომ ადვოკატებს ეს უფლება შეუზღუდავად ეკუთვნის. თუმცა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გარეშეც ეს არის სამართლის ბუნებიდან მომდინარე საკითხი, რადგან ყველა ადვოკატი, განსაკუთრებით მაშინ თუ ის კარგად ფლობს კონსტიტუციურ სამართალს, უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის უნდა განიხილოს მისი ავკარგიანობის პრიზმაში და იმ თვალსაზრისით, რამდენად კონსტიტუციურია ესა თუ ის კანონი, ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას. სხვაგვარად, სრულიად დაკარგავდა აზრს კონსტიტუციური სამართალიც და საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობაც. გისურვებთ სამართლებრივ სახელმწიფოს.